იშვიათი წიაღისეულის დიდი ნაწილი სწორედ იმ ტერიტორიებზეა, რომლებიც ოდესღაც უკრაინის იყო. დღეს კი რუსეთთანაა მიერთებული. მეტწილად ეს წიაღისეულიც რუსეთის ხელშია. ამიტომ საჭიროა მოლაპარაკება და თანამშრომლობა. როგორიც არ უნდა იყოს ზელენსკი მასზე ზეწოლა ახლა საჭირო არაა. პირიქით, უნდა დაუწმუნდეთ და მასთანაც შევთანხმდეთ, რადგან ზელენსკის მიღმა უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილია. ამიტომაც საჭიროა შეთანხმება. გნებავთ, ჩამოდით. აი აქვე 200 კილომეტრია ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე. ნახევარი საათია საჭირო თვითმფრინავით. ჩამოდით. აქვე დავსხდეთ. წყნარად, მშვიდად, ხმაურისა და ყვირილის გარეშე შევთანხმდეთ. გადაეცით ტრამპს. მე ველოდები მას აქ პუტინთან და ზელენსკისთან ერთად. დავსხდებით და მშვიდად მოვილაპარაკებთ. თუ რა თქმა უნდა, გსურთ შეთანხმება. ჯო ბაიდენი არ არის დონალდ ტრამპი. ტრამპი უფრო დამოუკიდებელია. რომც არ იყოს სწორი, ის მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას. ბაიდენს თავად არ მიუღია გადაწყვეტილებები. მას ეუბნებოდნენ. არ დარეკო, ისიც არ რეკავდა. უთხრეს დაუძახე პუტინს დიქტატორი. დაუძახა. თქვი რომ პუტინი მკვლელია, მან ესეც თქვა. სახელმწიფო დეპარტამენტში იყვნენ კონკრეტული პირები, რომლებიც უყურებდნენ ენტონი ბლინკენს და იძახდნენ იმას, რასაც ბლინკენი იძახდა. იქმნებოდა უზარმაზარი არმია, რომელიც ჯო ბაიდენს კონკრეტული ქმედებებისკენ უბიძგებდა. შეიძლება ამერიკაში არის რაღაც იატაკქვეშა დაჯგუფება ან ორგანიზაცია, რომელიც პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენდა. ვფიქრობ, ეს არის დამუშავებული ჯგუფები, მათ შორის სამხედრო კუთხით დამუშავებული ჯგუფები, რომლებსაც ასევე ჰქონდათ საკუთარი ინტერესი. ამიტომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ ბაიდენზე. ის კი ასაკისა და ხასიათიდან გამომდინარე ვერ უწევდა იმ წინააღმდეგობას, რა წინააღმდეგობასაც უწევს ტრამპი.